გამარჯობათ, ორგანიზატორი ვინ არის ამ აქციის? ყველა, ქართველები. რასაკეთებთ გითხარით? უყურე. შეღებ. ხედავთ ხო წადი. ჭამშია შეუშვა. შემოგზავნილები ხართ, ანატოლი. კამერით იმას ვაჩვენებ. მილიონია. ვისია ეს მილიონი? მინდა ბუბას ვატყობ. აბას. ვინ? ბუგაზია თუ გაბუზია. გაბუზია. დია ვარ. სამშაბათი საათები არ არის? სამშაბათი საათი. ჯერ არ არის. ამის უფლება რომ არ აქვს საბიუჯეტოდან დაფინანსებულს არის? რატო არ ამბობ? იმიტომ რომ პოლიტიკურ აქციაში ვერ მიიღებს. რატო? ბიუჯეტიდან არავის შემთხვევაში რა ვარაკობს ასწავლე. გადავიდე. აი ამაზე მქონდა საუბარი ახლა ზუსტად რომ ახალგაზრდებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი არ აქვს, საერთოდ ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს და ახალგაზრდების ჩვენ გამოსვლები ვნახეთ და ნახეთ რომ მოდის ახალი ძალა, აი დიდი ძალა და ეს იყო ყველაზე უფრო სასიხარულო რაც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო დღეებში და მე მინდა გითხრათ რომ ალბათ იწყება ახალი ერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რომლის მომავალი იქნება აუცილებლად უკეთესი, უფრო მშვიდი, ვიდრე აქამდე იყო. ერთი ვარ, აქეთ ვიყვენ, ორივე მეტყინებაა, ხოიცი. ამიტომ იმდეულია ოსავედა. ერთმანეთზე რატო აგრა? შვილები გეყოლება და შემდგომი გადაწყვეტილება. ასე ვქენ და ის გაიმართოს არჩევნებში, მოულოცოთ ერთმანეთს და დაუდგეთ საქართველოს შემოგყვანილობას. მოიგეთ თქვენ გვერდში ვარ. ოიგებენ ისინი მათ გვერდში ვართ, იმიტომ რომ ეკლესია აერთიანებს, კი არ ყოფს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ. ჩვენი უფროსი ავიცი, აქ დირექტორი ყავს. ელგუჭამ ხეიძე. ყველაფერი იგულისხმება. რა თქმა უნდა იგულისხმება. ეხლა ბავშვები დიდებს თუ გამოატანიებენ, მერე დალებენ ჩვენ მაგას ვერ გავაკონტროლებთ, ჩვენ არ ვასწრებთ. ავიღე. რამდენი აიღე? 2 ბაგარი. ძალიან კარგი მიშასი ასე გაიყო. გეორგიე ლუდია ძალიან. მიშასთან მე 17 წლის ვარ მაგალითად. 65-ის. 16. მე რამდენი ვარ? მე თქვენი გდევით 25-ს. მე 25 არა, მე რამდენი მე 6-ს. თქვენ ავაღარს მოიღავთ? შეგიძლია სუდალი რა კი, რა თქმა უნდა. მართლა კაი და ძალიან მნიშვნელოვანი. მე 2. და რამდენი წლის ხარ? 16. აქ დაფიქსირდა ფაქტი, ქართული ოცნების მაისურებით დადიოდა ახალგაზრდობა, რომლებიც გვეპატიჟებოდა უფასო ლუდზე. ინტერესის მხრივ გადმოვედი, გადავამოწმე თუ რა ხდებოდა. იყო ჩართული პროვოკაციული მუსიკები, მიშა მაგარია და ეგეთები, როცა 50 მეტროში კარგად იცით რომ არის ქართული ოცნების აქცია და ქართულ ახალგაზრდობას ჩვენს მხარდამჭერებს იწვევდნენ პროვოკაციაში. როცა ვთხოვე რომ გამოერთოთ ეს მუსიკა და პროვოკაციაზე არ წამოიგოთ ჩვენი ახალგაზრდობა, გამოიწვიეს აგრესია, ცდილობდნენ რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავეყვანეთ ჩვენი მხარდამჭერები და რა თქმა უნდა ჩვენც. რა შეგიძლიათ მითხრათ, ანუ რატომ მოხდა მაინც და მაინც ეს რეკლამირება ზედაზენის? იქნებ კომენტარი გამიკეთოთ, უბრალოდ ძალიან მარტივად. ძალიან ხალხი ხა ესეთ რეჟიმში ვერ ვიმუშავებთ, უბრალოდ გამიგეთეთ კომენტარი რეკლამირება. რა ვაკეთებ, არა ვარ თანამშრომელი. რას მეუბნებით, თქვენ ხურინებთ სიტუაციას აქტიურად მთელი საათების განმავლობაში. აქცია პასუხს მიწევ. ერთი წამი ძალიან გქონთ, ანუ რასთან დაკავშირებით იყო აქცია გამართული? თქვენ სახელი როგორი მაინც რომ მითხრათ? რამე ლუდი იყო გათვალისწინებული მოქალაქეები? ჩვეულებრივად 200 ლიტრი იყო გათვალისწინებული. უბრალოდ დაემთხვა პოლიტიკურ აქციაზე. ჩვენი აქცია იყო სულ სხვა სახით. და ეს ლუდი ამასთან დაკავშირებით შეგიძლია მითხრა? აუ ისეთი ლუდი არ იყო ახლა და Gracias.